მოცვში მოსავალი ხშირად იკარგება არა კვების, არამედ ყვავილის შენარჩუნების პერიოდში. მოცვის კულტურა ძალიან გრძნობიერია სხვადასხვა სტრესის მიმართ, განსაკუთრებით საფრთხილოა ყვავილობის პერიოდი, როდესაც ის სტრესის გამო იცვენს ყვავილს და ვერ ივითარებს ნაყოფს. ასევე ლურჯი მოცვის კულტურა ძალიან გრძნობიერია ისეთი სტრესის დროს, როდესაც არახელსაყრელი განვითარება აქვს ფესვთა სისტემას. ამ პრობლემის მოსაგვარებლად აგროკომპანია ბარაქაში ვირჩევთ ესპანური კომპანია Flymax-ის ძალიან საინტერესო და ჭკვიან პროდუქტს ეკლომარს. ის შედგება ზღვის წყალმცენარე ეკლონია მაქსიმაქსის ექსტრაქტისგან და ალგინის მჟავისგან. რა სარგებელი მოაქვს ამ პროდუქტს ლურჯი მოცვის ვეგეტაციის განმავლობაში და როგორ გაგვიმჯობესებს მოსავალს, განვიხილოთ თითოეულ მათგან. ლურჯი მოცვი ძალიან გრძნობიერია ფესვთა სისტემის დაზიანებაზე, ყვავილობის პროცესის დროს სტრესზე და არათანაბარი წყლის მიწოდებაზე. ეკლომარში შემავალი ეკლონია მაქსიმა და ალგინის მჟავა კომპლექსურად მუშაობენ ამ თითოეული პრობლემის მოსაგვარებლად. ეკლონია მაქსიმა შეიცავს ციტოკინინის და აუქსინის ისეთ თანაფარდობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად მოცვის კულტურისთვის. სწორედ ეს არის ის პროდუქტი და ის თანაფარდობა, რომელიც ხელს უწყობს მოცვის კულტურაში ფესვთა სისტემის სწორ ჩამოყალიბებას. ალგინის მჟავა კი ინარჩუნებს სტაბილურ ტენიან გარემოს ფესვთა სისტემასთან ახლოს. იცავს გამოშრობისგან და ასევე ზედმეტი ტენისგან. ის ქმნის, ასე ვთქვათ, დამცავ გელის მაგვარ საფარს ფესვთან და სტაბილურად მთელი ვეგეტაციის განმავლობაში ეხმარება, რომ მიიღოს სტაბილური წყლის მარაგი. ეს ასევე ეხმარება მცენარეს, რომ დაძლიოს მორწყვებს შორის სტრესი და ნორმალურ პირობებში გააგრძელოს ვეგეტაცია. ეკლომარის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია ყვავილობის წინა პერიოდში და ასევე ახალგადარგული ნერგების შემთხვევაშიც ძალიან სარგებლიანია. ეკლომარის გამოყენება შეგვიძლია როგორც ფოთლოვანი შესხურებით, ასევე წვეთოვან სარწყავ წყალში. ეკლომარი არ არის უბრალო სტიმულატორი. ის არის ინსტრუმენტი, რომელიც მუშაობს კომპლექსურად, სამი მიმართულებით, როგორიც არის ფესვის გაძლიერება, ტენიანობის შენარჩუნება ფესვთან და ყვავილობის სწორედ ჩამოყალიბება და ნაყოფის ერთგვაროვანი განვითარება.